ნუ ეს ალბათ იმის ნიშანი უნდა იყოს, რომ სავარაუდოდ ამ ადამიანებს უკვე ძალიან ბევრი ეგრეთ წოდებული ცოდვა დაუგროვდათ, რაც ჩაუდენიათ არა მხოლოდ ამ ხელისუფლების ხელში, არამედ წინა ხელისუფლების დროსაც. სავარაუდოდ შეიძლება მაგიტომ იყოს, რომ რაღაც სხვა თანამდებობებზე გადაყავთ, უფრო მეტად ნუ რომ აღარ გამოაჩინონ ეს სახეები, რომლებიც ხალხში ესე თქვა აღშფოთებას იწვევს, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ამის შეცვლით რეალურად არაფერი არ შეიცვლება. ამ ადამიანების შეცვლით არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ სისტემა არის ისევ იგივე, სისტემა არის იგივენაირი დამშილობითი და იგივენაირად იმართება ვერტიკალურად, როგორც იმართებოდა აქამდე. ამიტომ ეს სისტემა არ გამოხატავს ხალხის ხმას. და მხოლოდ ცდილობს, რომ თავისთავი დაიცვას და რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ამ ძალაუფლებაში. მე მინდა რომ ასევე თქვენ მოუყვეთ მაყურებელს თქვენი ისტორია, რომ შევახსენოთ ეს ისტორიები საზოგადოებას. დღეს ეს კიდევ უფრო აქტუალური გახდა, ჩვენ არ დაგვიწყებია და მე ანგარიშიც წარვადგინე, რომელზეც იმუშავეს იურისტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საქართველოს ევროპულმა ორბიტამ. მე მინდა რომ გკითხოთ თქვენი ამბავი, რომ მოუყვეთ საზოგადოებას. ნინო წილოსანი ამბობს, რომ არც გაკვირვებია მისგან მსგავსი განცხადება, ის ამბობს, რომ უკვირს საერთოდ, რომ სახალხო დამცველის ანგარიში მოხდა, მაგალითად, ჟურნალისტებზე იყო საუბარი, რომ თურმე ვინმეზე იძალა და სამ ქვეყანაში. ნუ ხო, ეს განცხადება არის სამარცხვინო უბრალოდ. არც გაკვირვებია არავის დარწმუნებული ვარ. და ხო, ანუ ჩემი ისტორიასაც შეეხება, მოვდიოდი სახლისკენ, იყო სადღაც დილის 7 საათი, გამთენისას, ცოტა ხალხი იყო დარჩენილი, სწორედ ამიტომ ალბათ გადაწყვიტეს, რომ აქციაზე დარჩენილი ხალხი ვინც იყო, უნდა მოექცეთ ალყაში და სამაგალითოდ დაესაჯათ ეს ადამიანები. ვიყავით იმ ადგილზე, სადაც უბრალოდ ადამიანები სახლისკენ მიდიოდნენ. რა მომენტშიც დავკარგე ჩემი ძმა, შევტრიალდი უკან, დავიწყე მისი ძებნა და როდესაც შევხვდი ჩემს ძმას, ვნახეთ, რომ ზედა ქუჩებიდან პოლიციელები, სპეცსაზმელები სწრაფი ნაბიჯით გადაადგილდებოდნენ იქეთ მიმართულებით, საიდანაც მე შემდეგ აპირებდნენ ჩვენს ალყაში მოქცევას, ამიტომ ჩვენც სწრაფად გამოვიქეცით რუსთაველის მეტროს მიმართულებით. მაგრამ გვიანი იყო, ჩამოვიდნენ სადღაც რუსთაველის თეატრთან, ჩამოვიდნენ ზედა ქუჩიდან, მოგვაქციეს ალყაში. ყველა მხრიდან უცებ იყვნენ ძალიან ბევრი სპეცსაზმელები. შემდეგ დავინახე ერთი სპეცსაზმელი, რომელიც ჩემსკენ გადმოხდა, ხელი დამარტყა, ძირს დამაგდეს. გარშემო ყველა მხრიდან მიიტყავნენ სპეცსაზმელები. ჩემს ძმასაც დაარტყეს, როცა წამოვიდა ჩემს დასახმარებლად. მაგ მომენტში გავიდი შეთორივე, ჩემს ძმა დააპატიმრეს 6 დღით. მე მოვხდი ტვინი შეყევით საავადმყოფოში, სასწრაფოს მანქანაში გავიღვიძე. ჩემს ძმას ყავდა ესე თქვა ეგრეთ წოდებული მოწმე, რომელიც სრულ ტყუილებს იძახდა, რომ ჩემი ძმა თითქოს აგინებდა და მამის გამო მოხდა მისი დაკავება, რაც არის სრული ტყუილი. ჩვენ უბრალოდ მივიდოდით სახლისკენ, რა დროსაც მოხდა ესეთი სადამშილო ღონისძიება. ასევე იმ ადამიანებმა, ვინც გაასწრეს, მე წინ ვერ გავასწარი. მაგ მომენტში ჩაკეტეს და ზემოდან ჩამოვიდნენ სპეცსაზმელები, მაგრამ ვიცი ადამიანები, ვინც წინ წავიდნენ და იქაც იმის შემდეგაც ალყა იყო გაკეთებული. ანუ ვინც გაასწრო და გაიქცა, იმათაც დახვდნენ სპეცსაზმელები, იმათაც სასტიკად გაუსწორდნენ, ანუ ფიზიკურად ადგილი არ დატოვეს გასაქცევი იმ დღეს, რომ ადამიანი უბრალოდ სახლში წასულიყო. და ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო უბრალოდ სადამშილო ღონისძიება, რაც მათ მოაწყვეს რუსთაველზე. და მიუთითებს თუ არა ეს იმას, რომ პრაქტიკულად ყველა რგოლი იყო ჩართული, გამოძიება, პროკურატურა, სრულმოწმე, ჩვენ საუბრობთ დღეს ცხადია ძალადობაზე და იმაზე, რაც ხდებოდა რუსთაველის გამზირზე, მაგრამ შემდეგ უკვე ვიხილეთ, რამდენად სისტემური იყო ეს ყველაფერი, რაღაცნაირად ერთი მანქანა, რომელიც ადამიანის წინააღმდეგ იყო აღმართული, მოქოქილი. კი ბატონო, ზუსტად ეგრე არის, ამიტომ ამ თვითოული ადამიანების გადანაცვლებას აზრი არ აქვს. რაც არ უნდა ცვლილება მოხდეს, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი მაინც არ იცვლება, სისტემა მაინც არის ისეთი, როგორიც არის, ყველაფერი აქვს თავისთვის მორგებული, საპატრულო პოლიციიდან დაწყებული, სასამართლოთი დამთავრებული.
ასევე აქვთ სპეციალურ საგამოძიებო დაწესებულება, რომელიც ვითომ იძიებს პოლიციელების გადამეტებულ დარღვევებს, თუმცა ესეც მათ ხელში არის სრულიად ჩაგდებული, დაიწყეს გამოძიება, რომელიც არის სრულიად ფორმალური, დღემდე არ ყვევენ იმას, რომ ჩემ ქურთუგზე არის აღმოჩენილი სისხლი არის თუ არა მართლა ჩემი, გავიდა უკვე რამდენი ხანია, 9 წელი დაახლოებით. და კიდევ ვერ დადგინა ის სისხლი არის თუ არა ჩემი, როცა ამდენი კადრები არსებობს. ხო, ეს არის ყველაფერი გადაქცეული უბრალოდ დეკორაციულად, ბუტაფორიულად, რომლებიც მოქმედებენ მხოლოდ იმისთვის, რომ რაც შეიძლება დიდხანს შეუნარჩუნონ სისტემის თავში მყოფ ადამიანებს ძალაუფლება ხელში და ამ დროს მაქსიმალურად ბევრი ფული აიღონ ბიუჯეტიდან და დიდხანს დარჩნენ იმ სკამებში თბილად, სადაც არიან. და ეს სისტემა არ არის ადამიანებზე მორგებული, ეს სისტემა არ არის ადამიანებისთვის, რომლებიც ადამიანებმა აირჩიეს. წესით ეს სისტემა უნდა იყოს ადამიანებისთვის, მაგრამ დღეს გვაქვს ჩვენ ვერტიკალური მმართველობა. თუმცა ზოგადად ვერტიკალური მმართველობა დიდხანს არ ნარჩუნდება ხოლმე ყოველთვის ოპტიმისტურად ხართ, რაღაცნაირად მინდა მოვისმინო, ახლა რა განწყობა გაქვთ, ფიქრობთ თუ არა, რომ ჩანს თუ არა, რომ თუნდაც აი ეს ჩვენ სულ ვამბობთ დღეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლების ჯამი არის თვება, მაგრამ მოდი ამ სიტყვას გამოვიყენებ აი ეს ფაფხური სისტემაში თუ ჩანს და თუ ნიშნავს ეს, რომ მართლაც რაღაც შესაძლოა ეს იყოს რაღაც ბოლო ჟამის დასაწყისი. ბოლო ჟამის დასაწყისი რომ იყო ამ აქციებზე როგორც იქცეოდნენ და როგორც უსწორდებოდნენ ხალხს უკვე ეს მეტყველებდა, იმიტომ რომ შესაძაც შენი ხელისუფლება ესე ძალადობს ხალხზე, ნიშნავს იმას, რომ მას უკვე მმართველობის სადავეები ხელიდან აქვს ამოვარდნილი და ერთადერთი რაც დარჩა არის ის, რომ ადამიანებზე იძალადოს და ისინი დააშინოს, ამიტომ ეს არის ყველანაირი სისტემის ბოლო გაფართხალება იწყება ესე. ამიტომ ჩვენ დღესაც ვნახავთ არის კლასიკური დასასრულის დასაწყისი.